მიხეილ სარჯველაძე შემოგვიერთდება, რომელთანაც ვისაუბრებთ ჯანდაცვის ბიუჯეტზე, პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ინსულინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, მიხეილ სარჯველაძეს. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პრიორიტეტები დაფინანსდება 800 მილიონი ლარზე მეტი თანხით. გაზრდილი ასიგნებებიდან თანხა გათვალისწინებულია მათ შორის პენსიების ზრდისთვის და რომ გითხრათ კიდევ რა პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული ამ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში. მოგესალმებით, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ თემებზე მექნება საუბრის შესაძლებლობა, მაყურებელს მივესალმები და პირდაპირ ვიტყვი, რომ მორიგი რეკორდი იხსნება, ასე ვთქვათ, ბევრი მიმართულებით, რომელიც ამ დრომდე მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი, ჯანდაცვის მიმართულებით, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით და საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომდევნო წელსაც გქონდეს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული შესაძლებლობები და შესაბამისად ეს ყველაფერია ის, რაც უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უკეთეს მდგომარეობას, უკეთეს კეთილდღეობას. ბუნებრივია, რომ არსებობს სამომავლოდ ძალიან ბევრი საქმე, რომელიც გასაკეთებელია ქვეყანაში, თითოეული ამ მიმართულებით, რომელსაც მოიცავს მაგალითად ჯანდაცვა, რომელსაც მოიცავს სოციალური უზრუნველყოფა, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს წლიდან წლამდე ქონდეს გაუმჯობესებული პარამეტრები და გაუმჯობესებული მონაცემები და პრინციპში ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ბიუჯეტი, რომელიც წარდგენილია ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენისთვის კიდევ გარკვეული, ასე ვთქვათ, ცვლილებები იქნება გათვალისწინებული და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობითაც გვექნება შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ ამ პროექტების განხორციელება. აქ არის სხვადასხვა პრიორიტეტი, მე დეტალურად დროც არ გვეყოფა ალბათ საეთერო იმისთვის, რომ დეტალურად ყველა თითოეულ მათგანზე გიამბოთ. თქვენ იცით ზოგადად ეს თავის დროზე საკანონმდებლო ჩანაწერიც კი გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სოციალური უზრუნველყოფის ზრდის ტემპი ზოგადად ამასთან დაკავშირებით იცით, რომ იგივე ყველა მაჩვენებლის გათვალისწინებით და ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალისწინებით პენსიის ზრდა ხორციელდება. ეს ბუნებრივია, რომ დღეს იყო კიდეც საუბარი, ფინანსთა მინისტრიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, როდესაც პარლამენტში წარადგინა შესაბამისი პროექტი და ვფიქრობ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება რიცხვები, რომელიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი მიმართულებაა, რომელზეც რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა გაცილებით მეტი, გაცილებით უკეთესი ხარისხის ჯანდაცვა და ამაზე სახელმწიფო წლებია მუშაობს. საბედნიეროდ არის, რა თქმა უნდა, მართლაც არაჩვეულებრივია. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო მაგალითად 10 წლის წინ, ვიდრე ეს იყო 15 წლის, ამაზე ლაპარაკიც კი აღარ შეიძლება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, არ ვიცი, მარტო ფინანსური მაჩვენებლებით რო არ ვისაუბროთ და მარტო რო არ ვისაუბროთ, თქვათ, რამდენად დიდი ტვირთი იყო ეს თითოეული მოქალაქის ჯიბისთვის, ყველაფრიდან გამომდინარე, მარტო რიცხვებითაც რო არ ვისაუბროთ, ამაზე მეტყველებს მაგალითად იგივე საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევები, იგივე ჯანმოს მიერ ან ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, რომლითაც არაჩვეულებრივი დინამიკაა ნაჩვენები წლების განმავლობაში და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ ვიცი, იგივე ბოლო წლების განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა საქართველოში, სხვა ყველაფერს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავი რომ დავანებოთ. ამიტომ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით. გვაქვს უამრავი პრიორიტეტი დაწყებული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, დამთავრებული, არ ვიცი, მედიკამენტების ხარისხის კონტროლით და ყველა ეს მიმართულება იქნება ჩვენთვის საინტერესო. ერთ-ერთი საინტერესო, ასე ვთქვათ, არ ვიცი, აი როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი, ასე შეგვიძლია ვთქვათ, გახლავთ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. სწორედ ამაზე უნდა გადავიდეთ ახლა. კი, ამ თემაზე გადავინაცვლებთ ახლა პირველადი ჯანდაცვა, ანუ ახლა ყველა დეტალის მოყოლას ალბათ ვერ მოვასწრებთ ჩვენი დროის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მაგრამ ამ მიმართულებითაც არის გამოყოფილი 4 წლის განმავლობაში დახარჯა სახელმწიფო მნიშვნელოვან თანხას და ამიტომ პირველი კითხვა, რომელიც უჩნდება, აი რისი მიღწევა სურს სახელმწიფოს პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ამ რეფორმების გატარებით. კი, საერთოდ უნდა მინდა რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლი მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია ჩატარებული და ასე შემდეგ, არამედ ეს არის ელემენტარული, აი ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის, რომელიც აი ელემენტარული საჭიროებების გადაწყვეტისთვის არის აუცილებელი. ეს რა თქმა უნდა, ელემენტარულ სიტყვას რო ხშირად ვახსენებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად კვალიფიციური ექიმის გარჩევას მოითხოვს. პირიქით, აქ ყველაზე მეტად
მაღალი კვალიფიკაციაა მოთხოვნილი იმისთვის, რომ სწორი იყოს რჩევა, რომელიც პირველივე ეტაპზე მოქალაქეს მიეცემა. ეს არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც გვასწავლის მაგალითად რა შემთხვევაში რომელ ექიმს უნდა მივმართოთ, რა შემთხვევაში არის აუცილებლობა მაგალითად ჰოსპიტალში წასვლისა, რა შემთხვევაში ასეთი საჭიროება არ არის, რა შემთხვევაში როგორ დავიცვათ თავი ცალკეული დაავადებების, როგორც გადამდების, ისე არაგადამდები დაავადებებით დასნებოვნების რისკები და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად ეს არის რგოლი ჯანდაცვის, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მთავარი, აი ყველაზე სწრაფად საჭირო და ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი რაც უნდა იყოს იმ რჩევების მიწოდებას თითოეული მოქალაქისთვის და ამისთვის ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის რგოლში უამრავი პოლიკლინიკა, უამრავი სადიაგნოსტიკო ცენტრიც და იმავდროულად მათ შორის სოფლის ექიმიც, რომელიც მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მასშტაბით 1004 ერთეულია და იქ დასაქმებული ექიმები 1000-ზე მეტ, თითქმის 1500 ექიმი რეალურად მუშაობს იმისთვის, რომ მათ შორის სოფლის მაცხოვრებლისთვის იყოს უზრუნველყოფილი ისეთი რჩევები, როგორიც არის თუნდაც რეკომენდაცია სკრინინგის გავლის შესახებ. მაგალითად ცალკეული ანამნეზის არ გარკვეული ნიშნების არსებობის შემთხვევაში რა კატეგორიის ექიმს უნდა მიმართოს და სხვა უამრავი. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომელზეც ადრეც ვისაუბრეთ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გავიარეთ პილოტირების ეტაპი, როგორც ეს იყო თავის დროზე ნათქვამი დასაწყისშივე. 1 ნოემბრამდე ვახორციელებდით ამ მონაცემების აკრეფას და პრინციპში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება შედეგები, რომელიც ავაგროვეთ ამ მიმართულებით და კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას, ეს უკვე იგეგმება მომდევნო წლის დასაწყისიდანვე და ვფიქრობ, რომ რეალურად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან მაღალი დონის და საინტერესო, იმავდროულად შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, დაწყებული ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდით და ამაზეც იყო დღეს საუბარი, რომ მათ შორის არის გათვალისწინებული ასეთი ზრდა და იმავდროულად ეს ეხება, რა თქმა უნდა, იგივე შედეგზე ორიენტირება, რომ გავზარდოთ აი ამის მაჩვენებლები, ამისთვის ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ფინანსური წამახალისებლები, გარკვეული მექანიზმები საიმისოთ, რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტური იყოს ის რჩევები მოქალაქეებისთვის, რომელსაც პირველადი ჯანდაცვის რგოლში ადამიანები ღებულობენ შესაბამისი ექიმებისგან, იქნება ეს ოჯახის ექიმი თუ სოფლის ამბულატორიის ექიმი, აი ამ რგოლში მომუშავე ექიმებისგან, რასაც მიიღებენ. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მოგეხსენებათ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონი ლარის დახარჯვა. მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ეს მოსალოდნელია, რომ დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. წამის თუ ეს ყველაფერი წარმატებით შესრულდება, ეს ნიშნავს უამრავ დაზოგილ თანხას მოქალაქისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც, მაგრამ რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ეს ნიშნავს კეთილდღეობას პაციენტისთვის. კი ბატონო, მოდით ახლა უშუალოდ კონკრეტულ თემას შევეხოთ, ეს არის ინსულტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები. ეს საკითხი სამწუხაროდ ისევე როგორც ბევრი სხვა, გახდა პოლიტიკური მსჯელობისა და სპეკულაციების თემაც. ითქვა, რომ ეს არის მენეჯმენტის პრობლემა, რომელიც შეიქმნა პრეპარატთან დაკავშირებით, თუ ეს არ არის მენეჯმენტის თემა, თქვენ არაერთხელ განგიმარტავთ ამის შესახებ, მაგრამ რადგანაც ეს საკითხი ჯერ კიდევ არსებობს, თუ ეს არ არის მენეჯმენტის თემა, მაშინ რამდენად იყო ასეთი შემთხვევა დაზღვეული და რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი სახის შემთხვევები მომავალში იყოს დაზღვეული ასეთი გართულებისგან. ესე იგი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა. ადამიანები, რომლებიც მიუხედავად აი ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, ბრიფინგზე ვისაუბრებთ, მშობლებს ვესაუბრებთ, ექიმებს ვესაუბრებთ, ყველასთან იყო ხელმისაწვდომი ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აი ამის შემდეგ, რომ ადამიანი გამოვა, ვინც არ უნდა იყოს და რა კვალიფიკაციასაც არ უნდა იყოს. ორი ვარიანტია, როდესაც სიძახის რომ მენეჯმენტის პრობლემა იყო ამ ინსულინის შემთხვევაში კონკრეტულად, ის ან ტყუის შეგნებულად მიკერძოების გამო არ რაიმე სხვა მიზეზის გამო, ან ის უბრალოდ საქმეს ჩაუხედავი დილეტანტია და უბრალოდ აყოლილია რაიმე მოდას, ან მოტივირებულია რომ რაღაც აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნას. სიმართლე გითხრათ, ამდენს არც ვისაუბრებდი ამ თემაზე და თავის მართლების რეჟიმში ნამდვილად არ ჩავიყენებდი თავს, რომანა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ მე არ მინდა რომ ვინმეს ვისაც მოტივაცია აქვს, რომ რაღაცა ყალბი აჟიოტაჟი დანერგოს ქვეყანაში, არ ვიცი პოლიტიკური ქულების წერის მიზნით, რომ მაგალითად პანიკის მდგომარეობაში აღმოჩნდეს რომელიმე მშობელი, რომელსაც აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინსულინით. არც არასდროს შეწყვეტილა ეს, არცახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ინსულინით უზრუნველყოფა ბავშვების. უბრალოდ ყველა მშობელმა მინდა ეს იცოდეს. ამიტომაც ვამბობ, რომ დიახ, საკმარისი რაოდენობის თვეებით ადრე დაიგეგმა შესყიდვაც.
უბრალოდ ქონდა შეფერხება, როგორც აღნიშნეთ, Novo Nordisk's. ეს Novo Nordisk არის კომპანია, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი პრაქტიკულად ერთ-ერთი Sanofi-სთან ერთად. საქართველოს ბაზარზე იმ პერიოდში რაც იყო წყვეტა რომ ვერ მოგვაწოდა, მართლა პრობლემა ქონდა. ივნისის დასაწყისში უნდა მოეწოდებინა ამ კომპანიას Novo Nordisk საქართველოსთვის 15000 რაღაცა ერთეული ინსულინის. მოგვაწოდა 8000 დაახლოებით 8000 ერთეული. 7000-ით ნაკლები. დღემდე ეს პარტია მოწოდებული არ გახლავთ და გვაქვს მოლაპარაკება. ბოლოსაც რო ვიყავი სხვათა შორის, აი მე თვითონ ჩავედი ველაპარაკე კოპენჰაგენში შევხვდი, ძალიან მაღალ დონეზე გქონდა შეხვედრა. ვუთხარი რომ საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით მეშინია რომ ეს თემა არ გახდეს, მათ შორის აი პოლიტიკური თავდასხმების, უაზრო პოლიტიკური თავდასხმების, არაკვალიფიციური გასაგებია, არაკეთილსინდისიერი, არაკვალიფიციური, მაგრამ მაინც თავდასხმების საგანი მეთქი და ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც სიტყვიან, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აქ გამოდიან ადამიანები, რომელსაც კვალიფიციური ექიმის, ასე ვთქვათ, იარლიყები ადევთ და მერე გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაცა. შეგვიძლიათ მოსახლეობას ამოვხსნათ მაგალითად, რამდენად დროული იყო გაგზავნილი ესე იგი მოთხოვნა, როგორ ხდება ეს დეტალების გავაცნოთ, რომ საკითხი, რომელიც არსებობს პოლიტიკური კონტექსტის ეს მოიცავს ეს წესრიგიდან. დიახ. გავიგე. შარშან ნოემბრიდან დაიწყო ამაზე მუშაობა ამ შესყიდვაზე. ბაზრის კვლევა, ყველაფერი თვითონ მეთოდოლოგია, ყველაფერი ჩამოყალიბდა. თებერვალში ტენდერი გამოცხადდა. ტენდერის შედეგად ყავს გამარჯვებული ეს Novo Nordisk-ის კომპანია. 14 აპრილს არის გაფორმებული ხელშეკრულება. მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ივნისის დასაწყისში, ცოტა დააგვიანდათ. აი პირველი პარტია 15000 უნდა, ჩვენ დაახლოებით ნოემბრის ჩათვლით გქონდა მარაგი. მოიტანეს დაახლოებით 8000 ერთეული 15-ის ნაცვლად. ნუ აქვთ გარკვეული პრობლემები და თქვა იქ წარმომადგენელმა ამას წინათ ინტერვიუში, რომ ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ არის და სხვა მაგალითად ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც არის მიწოდების გარკვეული ხარვეზები, გარკვეული ჩამორჩენა გრაფიკისგან და ასე შემდეგ. იქმნება, მაგრამ იქ უბრალოდ ესე უაზრო სკანდალს არავინ არ ტეხავს, იმიტომ რომ იქ არის მეორე პროდუქტი Sanofi-ს. Sanofi-ც არის გლობალური ლიდერი. დღემდე აი ისე აი როდესაც იყო ბაზარზე, სანამ აი მოწოდება დააგვიანდებოდა, მანამდეც კი დაახლოებით არც თუ ისე ცოტა ადამიანი სარგებლობს სწორედ Sanofi-s პროდუქტით. იმიტომ რომ მათი უპირატესობა ასეთი. აი ასეთ ფონზე ივნისის შემდეგ უბრალოდ გვაქვს მოლაპარაკება, აბაროდის ჩამოვა, აბაროდის დაიგეგმება და რეალურად ჩვენ გარკვეულ შეთანხმებებს მივდივართ. უბრალოდ რომ დააგვიანდათ ზედმეტად ასე ვთქვათ ოქტომბერში, მერე გახდით მე თვითონ კოპენჰაგენში და იქ ვესაუბრე, იქ შევხვდით ადამიანებს. აი როგორც ვუთხარი, მართლა ესე აღმოჩნდა რომ მერე გამოდიან ადამიანები და ეხლა დღეს მაძლევენ რჩევას რომ თურმე სასწრაფოდ უზრუნველყოთ ალტერნატიული პროდუქტით. რა ალტერნატივა გადასარევად იცი არის ერთი კვირით ადრე ვუთხარი ამ ადამიანებს მათ შორის და ტელევიზიით გამოვედი საჯარო თქვით რომ ეს პროდუქტი არასდროს არ გამქრალა, ყოველთვის იყო აქ ბაზარზე. არის დღესაც ის ალტერნატივა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კომიკური იქნება, რამე დაეწუნება. დიახ, რა თქმა უნდა, ის ფრანგული პრეპარატი, აი ხო გეუბნებით, ძალიან დიდი რიცხვი, ასე ვთქვათ, ამ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებისა სარგებლობს, ისედაც აი Novo Nordisk-იც რო იდოს მაგიდაზე და Sanofi-ც არჩევენ თვითონ უპირატესობას ანიჭებენ Sanofi-ს. არა იმიტომ, რომ ან ფასით ან რაღაც, ორივე აბსოლუტურად გლობალური ლიდერია ამ ბაზარზე. ორივე ქვეყანა. საფრანგეთში მაგალითად გაცილებით დიდია მოხმარება თვითონ Sanofi-ს. უშუალოდ ქარხანა, სადაც იწარმოება, მდებარეობს გერმანიაში. აი მოკლედ აი ესეთი მოცემულობაა, მაგრამ ნუ არ ვიცი, აი ეთყობა იმ ადამიანებსაც, ვინც გამოდიან რაღაც ბრალდეებს ისვრიან, ხო და წამოიძახებენ ხოლმე. მე მაინც მგონია, რომ იციან, მაგრამ შეგნებულად, რა ვიცი, იმ გათვლით, რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს დროებით მოატყუებენ, ამ გათვლით აკეთებენ, თორე იმდენად აბსურდულია ამაზე საუბარი, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად არც ვისაუბრებდი და პასუხსაც არ გავცემდი, რომ არა იმ მშობლებთან მიმართებაში გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ ნამდვილად არ მინდა იმ მშობლებს კონდეთ შიში იმისა, რომ მათი შვილი უინსულინოდ დარჩა. არიან ასეთი ადამიანები. იქ ექიმებზე ვისაუბრე, ამასინათ იყო ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც პოსტი გამოდო, რომ დამირეკეს და მითხრეს, რომ აწ ინსულინი აღარ გექნებაო. არ იყო ეს ასე დანამდვილებით და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, კი რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს, იმიტომ რომ რაიმე ასე ვთქვათ, სხვაგანიდან არასწორად მიწოდებული ინფორმაცია არ მიეღოთ, ჩვენ თვითონ დაუკავშირდით ყველას, ჩამოურეკეთ ყველას, ვუთხარით, რომ აი ეს შეიქმნა, არავითარი პანიკის მიზეზი არ არსებობს, აგერ არის მეორე მედიკამენტი, რომელიც სრულად თავისუფლად იქნება ხელმისაწვდომი, მიიღებთ თუ კი პრეპარატის ჩანაცვლების გამო ვინმეს ექნება ან ექიმის რჩევის საჭიროება, ან ნებისმიერი სხვა საჭიროება, ამასაც რა თქმა უნდა სახელმწიფო მხარს დაუჭერთ. ხო, ამ ყველაფრის მერე, ამ ნალაპარაკების მერე წავიდა ადამიანმა და გამოდო ასე ვთქვათ ბანერი, რომელშიც წერია, რომ 90-იანი წლების მერე თურმე
პირველად ხდება, რომ ინსულინს აღარ აწვდიან მის შვილს. რაც არის მტკნარი ტყუილი, გადასარევად იცოდა. იმიტომ რომ შეუძლებელია უბრალოდ არ ვერ გაიგოს თემაც კი არ არსებობს. მაგრამ ხდება სამწუხაროდ ეგეთი რაღაცეები. ჩვენ მქონდა მე მშობლებთანაც საგანგებოდ შეხვედრა ცალკეულ ადამიანებთან, ვისაც გამოხატული ქონდა ინტერესი. ვინც მოვიდა, ყველას შევხვდით, ვესაუბრეთ, ყველას გასაგებად აუხსენით, როგორი იყო მდგომარეობა. ამავე შეხვედრას დავასწარით ყველაზე კვალიფიციური, აი დარგის კორიფეები ვინც არიან. ყველა ეს კორიფე ამბობს, რომ არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და რაღაც უბედურებისთვის არ არსებობს და რაც შეეხება მენეჯმენტის რაიმე ხარვეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და სრული პასუხისგებლობით ვამბობ. არავითარი მიზეზი ამის დაბრალებისა უბრალოდ ობიექტურად არ არსებობს. მართლა კომიკურად გამოიყურება, იმიტომ რომ ეს ხო მედიკამენტია, ეს ხო არ არის რაღაცა ისეთი ბენზინს კი არ ვყიდულობთ, თქო. ამას ვადიანობა აქვს, ყველაფერს თავი რო დავანება და ვარგისიანობა აქვს ამის მოწოდებას. შეუძლებელია რომ მაგალითად 9 თვით ადრეზე უფრო ადრე შეიძინო ეს მედიკამენტი და 10 წლით ადრე დააწყო, ხო? ამიტომ ამ ყველაფერს აი ცოტა მეტი პასუხისმგებლობით თუ ისაუბრებს, ცოტა მეტი ასე ვთქვათ, შიში თუ ექნება თუნდაც კრიტიკულად დასმული კითხვის, რასაკვირველია რომ ვერც ერთი ვერც ექიმი, ვერც მშობელი ასეთ რამეს ვერ გაბედო. გათვლილი როგორც ჩანს არის, აი ესე უბრალოდ განცხადებას ესე გადმოაგდებს და მე დადგეს ვთქვათ, არ ვიცი, აქ არ მინისტრი იქნება თუ ნებისმიერი სხვა და თავი იმართლოს. ვითომ ამაზეა გათვლილი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საოცრად იაფასიანი, უაზრო ტყუილი. სამწუხაროა რომ ამ დროს ადამიანები არაფრად დაგიდევენ მშობლების ინტერესებს, რომელთა პანიკაც რა თქმა უნდა რომ გაფრთხილებას მოითხოვს. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე.